მოდით დავიწყოთ ისევ პოლიტიკურ პროცესის საუბრით, გირჩი ისევ განცალკევებით დგას, თქვენ არ ხართ ოპოზიციური ალიანსის წევრი. თქვენი გადმოსახედიდან როგორ ხედავთ, რა ხდება ახლა ოპოზიციურ სპექტრში? ეს არის თქვათ საერთო მიზნისთვის ბრძოლა თუ შიდა ომი გავლენებისთვის? მე საერთოდ მიკვირს საშუალო ალიანსი ჩვენთან ან რატომ უნდა ვიყოთ ნაციონალური მოძრაობის ყოფილ და მოქმედ წევრებთან გაერთიანებაში. მე მგონი არასდროს არ მოგვიწია მის საბაბი რომ რაღაც ასეთი გვემუქრება. და ზოგადად მე არც მგონია რომ ამ თემაზე განსაკუთრებული ღირებულება საუბარი, იმიტომ რომ ეს ალიანსი მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მონების და ლილიპუტების გაერთიანება და როცა მოუნდება მას შეიძლება ჩაძიროს ეს ხალხი ან არ ჩაძიროს და მე მგონი მიხეილ სააკაშვილს არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული რა გააკეთოს ამის თაობაზე, გააგრძელოს ივანიშვილთან დაპირისპირება თავისი მოღალატეებთან ერთად თუ მოიშოროს და ხან ერთ გზას ადგება, ხან მეორეს და მე რადგან ვერ ჩავძრები მის თავში. ამიტომ არ ვიცი რა ბედიელი სამალიანს, მაგრამ ახლა ასეთი უცნაური გაერთიანება რომ შინ კონფლიქტები იქნება, ისედაც გასაგებია. ბოლოს და ბოლოს ამ ხალხს ერთმანეთზე ისეთი აქვს ნათქვამი, რომ საერთოდ ერთ ოთახში როგორ არის ხოლმე ისიც კი მიკვირს, მაგრამ რადგან ეს ალიანსი მიხეილ სააკაშვილის ხმების, ასე ვთქვათ, გაყოფის ალიანსია და ამათ არც განსაკუთრებული იდეა გაეშნიათ, არც რაიმე მიზანი გარდა იმისა, რომ ისევ მიხეილ სააკაშვილის ხარჯზე იარსებონ პოლიტიკაში, მე მგონია რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი მიხეილ სააკაშვილზე დგას ამ შემთხვევაში. ამ გაერთიანების ბედი და როგორც გააწყვეტს ისე იქნება, მე არც გავლენა მაქვს ამაზე და არც დიდი ინტერესია მართლა რო გითხოთ. გასაგებია. ამერიკის საელჩოს განცხადებაზე მინდა კითხოთ ასევე, რომელსაც ყველა სხვადასხვა ინტერპრეტაციით კითხულობს, თქვენი შეფასება როგორია, თქვენ როგორ გაიგეთ ეს გზავნილები, რა იყო მთავარი სათქმელი, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მისამართით და ასევე აქვე კითხავთ, რა პერსპექტივას ხედავთ ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში. ეს საკმაოდ რთული საკითხია, იმიტომ რომ ბევრი რაღაც სვლადია დაწყებული იმისა, რომ ამერიკის ადმინისტრაცია განსხვავებულად იქცევა და ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, არა მარტო საქართველოსთან და პირველ რიგში ირანთან, უკრაინასთან მიმართებით შიდა პრობლემები აქვს. ამიტომ ძალიან რთულია განსაზღვროთ, რამდენ დროს დაგვითმობენ და რამდენად სერიოზული იქნება მათი ჩარევა. ეს ერთი მხრივ. მეორე მხრივ პრობლემა არის ბუნებრივად ჩვენ პოლიტიკურ სისტემაში. აი კაფეო გზავნილი რომ ბოიკოტი არის სწორი. მე მგონი ეს მართლა არაურაზროვნოვანი იყო და ამას აჭირდებოდა ბოლო განცხადებაც. არასდროს არცეთ ჩვენ პარტნიორს, არც ევროპელს, არც ამერიკელს არ უთქვამს, რომ ბოიკოტი კარგია, ან წადით ბოიკოტზე. ხო, ქართული ოცნება რომ ამბობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ამას ითხოვდა, არის უბრალოდ ტყუილი, იმიტომ რომ პირიქით ყველა მოწოდება იყო იმაზე, რომ შეწყვეტეთ ეს ბოიკოტი, არაფერს ეს არ მოგცემთ. 2020 არჩევნების შემდეგაც ამერიკის საელჩო იყო ფაქტობრივად მთავარი ფასილიტატორი ამ მოლაპარაკებების და ეს ყოველთვის იყო შიდა მოგონება ბოიკოტი, რომ თურმე ამას რაღაც ბოიკოტი არჩევნების შემდეგ, ბოიკოტი არჩევნების წინ და თუ დააკვირდებით ვინ იყო ამის მთავარი ინიციატორი, მაგალითად 24 წლის შემდეგ. ეს არის ის ადამიანი, რომელსაც 40 მილიონი სასწავლებლები იშოვა რუსული რეჟიმის ფარგლებში. და მთელი ოპოზიციური სპექტრი თახდება, რომ ეს ფული ქართული ოცნებისგან მოდიოდა და ქართული ოცნება დააფინანსა ის ხალხი, ვინც ბოიკოტი გამოაცხადა, ვინც დააზიანა ოპოზიცია, დააკარგვინა ათობით მილიონი ლარი შემოსავალი ყოველწლიურად და ბუნებრივია ახლა ასეთი გვარამიას დაფინანსება ერთადერთი წყარო ჩვენ ქვეყანაში ასე დიდი ფულის საბოლოო ჯამში ქართული ოცნება ყოველ შემთხვევაში არც ერთი საწინააღმდეგო არგუმენტი ამის არ გაჟღერებულა გვარამიას მხრიდან და მთელი პოლიტიკური სპექტრი არა მარტო მე არის ნაციონალურ მოძრაობაც ლელოც გახარიების ყველა თახდება რომ ეს საბოლოო ჯამში ქართული ოცნების ფული იყო. ხო და აი ამ ხალხმა ამ მოსკოვში შექმნა ეს ბოიკოტის იდეა, დააზიანა ოპოზიციური სპექტრი და მე პრობლემას იმაში უფრო ვხედავ, რომ ამერიკის ადმინისტრაციას რანაირი კეთილი მიზნებიც არ უნდა ჰქონდეს ჩვენი ქვეყნის მიმართ, დასაყრდენი არ აყავს. ერთი მხრივ ქართული ოცნებაა, რომელიც გასაგებია. ანუ იმედგაცრუებულია ოპოზიციის სტრატეგიით შეერთებული შტატები ამ გზავნილის ფონზე, ანუ რა არის მათი მთავარი სათქმელი დღეს? ნუ ის გავიგეთ ის მე ვერ ვფიქრობ იმედგაცრუებული არ ამგონია რომ ისინი ასე სენსიტიური ფსიქიკის ხალხი იყვნენ რომ იმედგაცრუებულები იყვნენ მაგრამ შეუძლიათ უბრალოდ ჩვენზე ხელი ჩაიქნიონ და ეს ჩვენი პრობლემა იქნება უბრალოდ როცა ამერიკის ადმინისტრაციას აქვს რაღაც ინტერესები მე ეკონომიკური იქნება თუ პოლიტიკური უნდა იყოს აქეთ ხარის სანდო პარტნიორი და სანდო პარტნიორები ფაქტობრივად
უნდა რაღაცნაირად იქცეოდნენ, რომ სანდო იყოს. ქართული ოცნება სანდო პარტნიორი რო არის, ისიც გასაგებია თავისი წარსული ქმედებებიდან გამომდინარე, მაგრამ თავი პრობლემა არის ის, რომ ოპოზიციურ სპექტრში არის ადეკვატურობა საკმარისი, რომ რაღაც დასაყრდენი იყოს. და ამიტომ მე საკმაოდ სკეპტიკულად უყურებ ზოგადად შესაძლებლობას, რომ ამერიკელებმა რამე პოზიტიური როლი ითამაშონ ამ ვითარებაში. მით უმეტეს აი ბოლო ვიზიტიც ნათლად გვაჩვენებს, რომ ისიც კი ვერ გაურჩევია ამ მომენტში ამერიკის ადმინისტრაციას, რომ რა ვიცი, ვინ არის ოპოზიციაში, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ბიზნესაშვილის მოსყიდულ ოპოზიციის თან რაღაც სერიოზული მოლაპარაკებების გამართვა. ამიტომ დაველოდოთ, მე რა თქმა უნდა გამიხარდება, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის კარგი ურთიერთობა იყოს, რომ რაღაც ეკონომიკური ურთიერთობა გამოჯობესდეს, პოლიტიკური, ყველანაირად გამიხარდება, თუ ეს მოხდება, თუნდაც ქართული ოცნების პირობებში, მაგრამ საკმაოდ სკეპტიკური ვარ ამ ვითარებაში. ისე პოლიტიკურ პროცესს და ოპოზიციას რომ დაუბრუნდეთ, აი თქვენ როგორ ხედავთ, დარჩა თუ არა დღეს ქუჩის პროტესტ რესურსი და აი რაში ხედავს გირში გამოსალს, აი ალტერნატივა თქვენი ხედვით რა შეიძლება რომ იყოს? ზოგადად პროტესტს ყოველთვის აქვს უფლება, მაგალითად ეხლა რომ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის რიგი ტალღა დაიწყო, მე მგონი რაღაცნაირად მნიშვნელოვანი იქნება, რომ ქართველმა ხალხმა სათანადოდ შეაფასოს მთავრობის თელობა შეუზღუდოს სიტყვის თავისუფლება, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს მთავრობის გინება ქართველი კაცის უფლებაა და არ შეიძლება რომ ასეთი რაღაც შეიზღუდოს. და თუ ასეთი პროტესტები იქნება, ამას ცუდი არაფერი არის. ზოგადად პროტესტის დემოკრატიის ნაწილია, მაგრამ მეორე არის ის, რასაც ჩვენ პროტესტ ბოლო დროს ვეძახით და ის რაც რუსთაველზე ხდება, ისიც რა ეს ალიანსის წევრები პროტესტს ეძახიან და შემდეგ ეს პროტესტის დისკრედიტაციაა და ამიტომ ეს მე არც კი მგონია რომ ეს პროტესტი გრძელდება. კი ამბობენ რომ 500 დღე თუ 600 დღე, მაგრამ შინაარსობრივად ეს არის რაღაც აი საპროტესტო ადგილის დაკავება, რომ შემთხვევით სხვა ნორმალური ჯანსაღი პროტესტი იქ არ გაჩნდეს. და ეს ჯანსაღი პროტესტი რო გაჩნდეს, რომ მე გადაიზარდოს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესად, ამის საჭირო რაღაც იდეა, ხო? იდეა, დისკუსია, დებატები, რომელიც მე მოვიგოთ რომელთაც შეიძლება მოვიგოთ ადამიანების გული. და ჩვენ გვაქვს ეს იდეა, მაგალითად ჩვენ მივიშნევთ, რომ რაღაცნაირად ჩვენ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ადამიანის წვალება, იმიტომ რომ შეხედოთ ქართული ოცნების პოლიტიკას, ყველანაირი წვალება, ხან ჯარიმებით გვაწვალებენ, ხან გადასახადებით, ხან შეზღუდვებით, ხან პირდაპირ რაღაცა იჭერენ ხალხს, როგორც ბოლო ტალღა მიდის და უამრავი ადამიანი დაეჭირა და ციხეები გადაივსო. ანუ და დააკვირდეთ წინა მთავრობას, ისიც გამოირჩეოდა, ასე ვთქვათ, თავისი წვალებისკენ მიდრეკილებას, იმის წინა მთავრობას გამოირჩეოდა. სიამოვნებაში მთელი ჩვენი პოლიტიკა არის, ვინ როგორ აწვალებს ხალხს და იმით ტრაბახობენ ჩემი კოლეგები, ვინ უფრო მეტად აწვალებს, ვინ უფრო ნაკლებად აწვალებს. ხო და ჩვენ გვინდა ეს წვალება დავასრულოთ მაგალითად და თავაზობთ ადამიანს, მოდი კარგად ვიცხოვროთ, იმაზე ვთქვათ, როგორ გამდიდრდეთ, როგორ, აი ვიცი, სიზღულით კი არ ველაპარაკოთ თქვენს, არამედ როგორ აპირებთ ამ ბიზნეს მიღწევას ახლა რაც საუბრობთ? გამდიდრება ძალიან მარტივია, ამისთვის თავრობა არ უნდა უშლიდეს ხალხს გამდიდრებაში, არ უნდა ძარცავდეს გადასახადებით, არ უნდა ზღუდავდეს მის საქმიანობას რეგულაციებით და ზოგადად რაც უფრო ნაკლები იქნება თავრობა ჩათული ადამიანის ცხოვრებაში, მით უკეთესია, მაგრამ ეს არ შეიძლება მოხდეს ერთბაშად და ერთდროულად და იმიტომ რომ მე ეს მინდა, ეს უნდა იყოს ხალხის მიერ გაცნობიერებული, რომ აი მზრუნველი მთავრობის იდეა ბოროტებაა, რომ ყოველჯერზე იმის იმედად არის ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომ ირაკლი კობახიძე ან ვინმე სხვა მასზე იზრუნებს, გლეხი იქნება ეს, რა ვიცი, რაღაც დაავადებით შეწუხებული ადამიანი თუ ასე შემდეგ, აი სანამ ვერ მიხვდება რომ არ შეიძლება მთავრობის იმედად იყო და საკუთარი თავის იმედად უნდა ვიყოთ, უფრო მეტი ფული უნდა გქონდეს და არა უფრო ნაკლები ფული უნდა გქონდეს ბიუჯეტს, უფრო ნაკლებად უნდა ვიძარცვებოდეთ ეროვნული ბანკის მეშვეობით, რომელიც წლების ყოველწლიურად მილიარდობით ლარს ვეშდავს. აი ეს არის როგორ უნდა გამდიდრდეთ, მაგრამ ამისთვის საჭიროა რომ ბევრმა ადამიანმა ეს გაიგოს და უნდა გამოვიდეს ამ სიძულვილის რაღაც წრიდან, იმიტომ რომ ორივე მხრიდან თუ დააკვირდებით საბოლოო სიზული მაინც გრძელდება და არანაირი რაღაც ჯერჯერობით ისეთი მოკლევადიანი იმედი რომ დასრულდება არ მაქვს, მაგრამ თუ ხალხს მობეზდება რომ მას აწვალებენ და მოუნდება თუ კარგი ცხოვრება, ყოველ შემთხვევაში არჩევანი ყოველთვის ექნება როგორც საბოლოო წლები ქონდა.